მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ. ვიცი რომ ეს წამია დაგირეკეს და გვესტუმრეთ. ყველაზე მთავარი რომ პატარა დავითი გვესტუმრა, ხო? და როგორ დინჯად ზის ეკრანთან დაელოდება კატაღებას და მოდით დავწყოთ. მე ვიცი რომ თქვენი ოჯახი შეიქმნა თქვენც ქართველი წარმოშობით, მაგრამ ქართველი მეუღლე მოიყვანეთ. და რა შემოიტანა თქვენში იმან გააღვიძათ რა ის ქართული, რომელიც ქართულთაც წამოხვედით, ამ ქართული დაზინებული არ იყო ქართულობა და არასოდეს არ იყო დაზინებული. კარგი პასუხია. ყოფილიყო ქართულის დაგვიწდებოდა და ქართულის დაგვიწდებოდა. მიხარია რომ ესე კარგად იცით ქართული და კარგად საუბრობთ და ალბათ ეს იმას მოწმობს რომ თქვენი შვილები ამას გააგრძელებენ და აუცილებლად იქნება ასა. მოდით გადავიდეთ ახლა პირდაპირ კითხვაზე. ეს არის ქართული სოფელი, სადაც თქვენ დაახლოებით რამდენი წელი არაც ცხოვრობთ ეს რომ გითხრათ და მეორე საკითხი არის ძალიან ტურისტული ქალაქი როგორც გითხრეს. აი მე მაგალითად ჩამოვედი სტუმრად, ვარ ტურისტი და მაინტერესებს ერთი რამ. რა არის ქართული კუთხე ისეთი, რითაც მე უნდა მივხვდე რომ აქ ქართველები ჩამოსახლდნენ. შევქცევ პასუხს. ყველაზე თავარი რა არის ქართველისა და არის ზღვა უნდა იყოს და ტყე უნდა იყოს. ყველაფერი არის საქართველოსთვის. ყველაფერი არის და უცხოელი ტურისტისთვის რომ მიხვდეს რომ საქართველო იყო ეს ერთ დროს ან პატარა საქართველო აქ ტურისტმა რომ მიხვდეს უნდა მოვიდეს ჩვენთან უნდა კაფეში სუფრა კი სუფრა ქართული სუფრა ქართული სუფრა და რა კერძებით უმასპინძლდებით ჩამოსულ ტურისტებს და მიახლოებით უკვე აჭარის მხრის კერძები ციან აქ დასახლებულმა მოსახლეობა ძირითადი ის კერძებია, მაგრამ არის ეხლა აჭარული ხაჭაპური ალბათ ხო? მხალი ეს აჭარული საჭმელები ბევრი მეც იმდენად ბევრი არ ვიცი, ჭადი. არის ხინკალიც არის უკვე, მაგრამ ნელ-ნელა შემოდის აქ. ძველად იმდენი არ იყო, მაგრამ ჭადი ყველგან არის, მაგალითად ყველა მიციან. ოღონდ დასახლება ისე არ იციან. მხალი, ეგრე ამბობენ, მხალი. ისე რა ის დაახლოებით ლობიო ისწვლებურად ჩვენ როგორც ვაკეთებდით ხოლმე საქართველოში მეორით და ის თავისი შეკრაზვა ამ ყველაფრით ამით მიხვდებით რომ საქართველოს კუთხეში ხარ და ერთმანეთში ყველაზე უფრო მეტად მახასიათებელი რაც არის ერთმანეთში ლაპარაკის დროს რამდენად ხშირად იყენებენ ქართულს ლაპარაკით ყველაზე მთავარია საუბარი მოსახლეობის აი გამოდით მეცოდესაც ქართულად ლაპარაკობენ ქართულად აი გამოდით წუთის წინ დავსვიკითხო რომ აი ბავშვები როგორ სწავლობენ ქართულს და ყველაზე კარგი ვერსია ამისთვის ჩვენ გვაქვს ეზო ქუჩა და ბავშვების ურთიერთობა სადაც ბავშვები საუბრობენ და ანუ დღემდე ესე იგი თაობა რომელიც იზრდება მომავალი თაობა ყოველთვის საუბრობენ ქართულად და ცდილობენ ქართული შეინარჩუნონ და ალბათ დავითიც შეინარჩუნებს ხო? ეხლა იმდენად კარგად ვეღარ გადაიქცევა მეტი უფროსებიდან გადმოდიოდა ეს ყველაფერი როცა უფროსებთან ხშირი უფრო ერთად იზრდებოდნენ ანუ სახში უფროსები ყავდათ და უფროსებიდან გამიგია რომ მე თურქული არ ვიცოდი იმიტომ რომ ქართულს ლაპარაკობდი სკოლაში ვისწავლეთ თურქული დავითი ყველა ვარიანტში უნდა იწოდეს დავითმა ყველა ვარიანტში უნდა რა თქმა უნდა თქვენ როგორ ფიქრობთ არის თუ არა აქ სკოლები ისეთი სადაც შეიძლება მაგალითად რომ ისწავლონ ქართული ან უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სასწავლებლად როგორ ფიქრობთ მე ვფიქრობ ყველა ქართულ სოფელში სადაც ქართველები არიან დასახლებული უნდა იყოს აუცილებლად ქართული და არა მარტო ქართული ფოლკლორიც უნდა ისწავლებოდეს ფოლკლორი ჩვენ ვიცით ვიყავით ბატონ ადენთან სადაც აი საოცარი მოცეკვავეები და იქაც ნახეთ როგორ იყო ჩამოიყვანა ქართველი მოცეკვავეები ვინც გაზარდა თაობა და დღეს ის თაობა ასწავლის ქართულ ცეკვებს ხო როგორც ვიცით
განსაკუთრებით თუ არ არის ჩვენთან არ არის, მაგრამ სხვა სოფლებში თუ არის, არ ვიცი და მოთხოვნაც იყო მშობლების კრება როცა ყოფილა რამდენიმე მშობლის წამოყენება პირობა რომ ქონდეს ქართული ცეკვები ვასწავლოთ ბავშვებს. იზნიკში არის მე მგონი ერთის ორანგაზი ინეგოშიც არის. აქ არ არის. ნატურალურად რომ იყოს. დიახ, აი ხო ჩვენ გქონდა მერთან აი ამ საკითხზე ზუსტად საუბარი, რომ ჩვენ გვინდა რომ ქართველი ბავშვები და აი აქ მცხოვრები ბავშვები, რომლებმაც ქართული ენა იციან და იციან, ერთმანეთს დავაკავშიროთ, გაცვლა-გამოცვლის პროგრამა გავაკეთოთ და ჩვენთან ტელევიზიაში სტუმრად წავიყვანოთ, ვაცხოვროთ ქართულ ოჯახებში, ერთი კვირით დავასვენოთ საოცარი ვიდეო მასალა, არქივები გამოვატანოთ და ეს მეგობრობა კიდევ უფრო მეტად დაიწყოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში არ მიჩნდებიან ბავშვები, რომლებიც შეიძლება ამ გაცვლა-გამოცვლის პროგრამაში ჩავსვათ, ხო? ნამდვილად არიან დღეს მაგალითად არის ახალგაზრდა, რომელიც საქართველოში მიდის დასასვენებლად. აქ არის გაზრდილი დაბადებული, მაგრამ არ იცის ქართული არაფერი, უნდა რომ წავიდეს საქართველოში, ნახოს საქართველო როგორია. ეს ყველაფერი მოდის იმ ძველი თაობიდან, რომლებმაც ის ქართული არ დაკარგეს. მათი სიყვარულიდან. დიახ. და მოდით თქვენ დაგისვათ კითხვას კიდევ, როგორ ფიქრობთ, ტურიზმი როგორც ასეთი ამ ქალაქისთვის ყველაზე მთავარი შემოსავალია თუ არის რაიმე კიდევ ისეთი განსაკუთრებული, რაც შეიძლება მაგალითად რომ თუ სეზონურია ეს ტურიზმი? სეზონურია. DJ Zoki. 1, 2, 3, 4. თავარი შემოსავალი არის, ბაღები არის. ბაღებში მუშაობენ. არა ეს მუშაობს. ჩვენ კოოპერატივულად ტყეში შეშასვიღებ თავრობიდან დაბეჭდილეთ ხიებს ავჭრით ქარხანაში უშვებ, ვაგზავნეთ. ცოტა პირადულზე გადავალ. ოჯახის შექმნა აქ ჩამოხვიდით საცხოვრებლად და მე გაიცანით თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? საქართველოში ჩამოვიდა ჩემი მეუღლე. დიახ. საქართველოში მე იქ გავიცანი, საქართველოში ვიყავ, თურქეთის საერთოდ არ მქონდა ნანახი, წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორი იყო ახლა საქართველოს და ამდენი მოსახლეობა თუ იქნებოდა ქართული, არ წარმოვიდგენდი. ხელი იქ მოვაწერეთ საქართველოში, გავიცანით, იქ დარჩა რამდენიმე თვე, ხელი მოვაწერეთ, მე საცხოვრებლად გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა. ჩამოვედით აქ დავსახლდით ამ სოფელში და მე უფრო მეტად შემოყვარდა სოფელი, იმიტომ რომ ქართულად მელაპარაკებოდნენ და თურქული ენა ვერ ვისწავლე დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ სულ ქართულად მელაპარაკებოდნენ. თუმცა ერთი პლუსია რომ ქართულად როცა შენ თვითონაც ესაუბრებ, ალბათ იქეთ თუ გატეხილი თურქული და ქართული ქონდათ უკვე ასწორებდნენ, ხო ალბათ? ასწორებდნენ და გარშემო ჩემ ახლობლებმა ეხლა იციან ότι ქართულად ზუსტად როგორ უნდა ისაუბრონ. გარკვეული სიტყვები ყველა არა, მაგრამ ზოგადად როგორ ხარ, ის დამახინჯებული სიტყვების შესწორებასაც ცდილობენ. ჩემ მეორე ბავშვი, რომელიც არის 9 წლის ეხლა, ქართულად კარგად საუბრობს. მოკლედ გამარჯობათ ჩემო კარგებო, მე ისევ დაგიბრუნდით და ის თემა, რომ საქართველოში ქართველები ძალიან ბევრნი არიან წამოსული თურქეთში, ალბათ ყველამ კარგად ვიცით საქართველოდან და ჩვენ ვყოფებით ახლა ერთ-ერთ სოფელში, ეს არის ერთ-ერთი ქართველი პატარა გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარს თურმე ქართული ყველაფერი, ხო? როგორც მითხრა, ხო? ანუ მითქი რა გიყვარს ქართული თქო და ყველაფერი მიყვარსო ქართულიო და საქართველოში უფრო კარგად ვისწავლიდიო და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ აი ამ ქართველი ბავშვებისთვის ორ თვეში ერთხელ ჩამოვიდეთ და გადაღებაზე ვამუშაოთ, ვასწავლოთ ქართული ლექსები, პოეზია, შემეცნებითი გადაცემები გავაკეთოთ და ვნახოთ რამდენად კარგად გამოვა. მოდი ხა შენ უთხარ ჩვენს მაყურებელს, რა ქვია, რა გვარი ხარ და რა იცი ქართული? მე ლიზა
ინტეპე ვარ. საქართველოში მეგობრები მყავს. მოკითხვა გაუგზავნოთ ხო შენს მეგობრებს საქართველოში ამას რო ნახავენ გადაცემას მე შენს გვერდზეც რო დავარდება აი ლიზა მოგიკითხათ საქართველოდან და რამდენი ხანი ჩერდები ხოლმე საქართველოში მოუთხარი მაყურებელს ზაფხულში წავდივარ და 2 დღეს წინ მოვდივარ აჰა ზაფხულში მივდივარ და 2 დღით ადრე ჩამოვდივარ სასწავლებლად ხო აი ესე ძალიან კარგი მოკლედ აი ეს ფრაზები ეს ტექსტები რომელიც ძალიან სხვათა შორის ძალიან მიკვირს რამოდენიმე წუთის წინ მართალია ბებო წინააღმდეგია მაგრამ ისეთი კარგი რაღაცები გვიამბო ბებოს მასალა ლიზა არ გამცემს ამაში სულ პატარა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ამ ფილმში კი გითხრა არ დადო მაგრამ პატარა უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად და მე მგონია რომ არ იქნება ცუდი და მინდა რომ აი ეს ბავშვები ვინც საქართველოსდან არიან მე ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი ესეთი რაღაცა ისე რომ ეს ქართველი ბავშვები ვინც ხართ წაგიყვანოთ საქართველოში იქ ნახოთ მსახიობები მომღერლები გაეცნოთ მე კონცერტზე გამოხვიდეთ და ძალიან კარგი გადაცემები გავაკეთოთ ხო მოდი ახლა შენ მიესალმე ესე გამარჯობათ მე ვარ ინკოგნიტოელი და შენი გვარი და სახელი გამარჯობა მე ვარ ინკოგნიტოელი მე ვარ ინკოგნიტოელი შენი გვარი სახელი ლიზა ინტეპე კარგი მოდი ახლა მეორე დუბლი გავაკეთოთ ეს არის მეორე დუბლი გამარჯობათ მე ვარ ინკოგნიტოელი ჟურნალისტი და მე შენი გვარი სახელი გამარჯობა მე ვარ ინგოეტელი ჟურნალისტი ლიზა ინტეპე რომელიც გიამბობთ რას შენ სოფელში რა არის სანახაობა მოდი მოუყევი აბა ჩვენს მაყურებელს რა არის შენ სოფელში სანახაობა აი მე რო ჩამოვიდე ახლა მაგალითად როგორც გადაღებაზე რას ვნახავთ მე როგორც მითხრეს ჩანჩქერიაო ხო ხო აი მოუყევი მოდი ახლა მაყურებელს აბა რომ წავიდეთ სასეირნოდ რა შეიძლება ვნახოთ შენ სოფელში რა არის პანილები არის ბევრი ზეთისხილი ხო როგორც გითხრეს ანუ ძალიან შრომელი სოფელია ხო ძალიან უყვართ შრომაკ და ბევრ რამეს აკეთებენ და მეორე კიდევ რაც ყველაზე მთავარია ძალიან გაოცებული ვარ იმით რომ იმდენად ასაკიანი ქალბატონები შეგხვდნენ და გავეცანით და მიუხედავად ყველაფრისა მაინც მათი გონება საუბრობს და მაინც თარგმნიან ქართულად იმ ყველაფერს რასაც ჩვენ შეიძლება დაუფიქრებლადაც ვერ გავაკეთოთ ძალიან გაგვიჭირდეს ხო მოდი ახლა ლიზა ჩვენ დავიძრათ წავიდეთ როგორც ვიცი მივდივართ სასეირნოდ და ჩვენი სოფლის აბსოლუტურად ყველა კუთხე კუნჭული უნდა შემოვიაროთ ხო წავიდეთ და შენ მოამბე მე მაყურებელს ეს ყველაფერი კარგი წავედით დროებით მე და ლიზა გემშვიდობებით და მე ჩანჩქერიდან მოგესალმებით იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრებთვის მიდის მინდა რომ ისტორია და აი რაც ჩვენ ქართველებს აუცილებელი რაც მინდა რომ ვიცოდეთ ილია ჭავჭავაძე მწერლების ყველაფერი იცოდეს ბავშვი შემოქმედება ქართული შემოქმედება აი დიახ აი ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი ეს ბავშვები ვისაც ჩვენ წავიყვანთ ტელევიზიაში მასტერკლასები გვექნება იქ გვაქვს მსახიობები ცნობილ მსახიობებთან შეხვედრა თეატრში სტუმრობა ქართულ თეატრში ფილმები ჩვენ გვაქვს ესეთი გადაცემა ცნობილი ადამიანების უცნობი წლები ანუ მათი ბავშვობის წლები დაახლოებით 68 გადაცემა გივი ბერიკაშვილი კახი კავსაძე აი ეს თაობა ყველა ჩაწერილი ყავს და აი ამ თურქ ბავშვებსაც ჩავაწერინეთ ამ ესპანელ ბავშვებსაც ჩავაწერინეთ და ძალიან მაგარი მასალა გამოვიდა და მე ეს გამოვატანეთ სამახსოვროდ რომ წამოვიდნენ და ეხლა შევთავაზე აქ მერს რომ იგივე გავაკეთოთ თაობაზე ბავშვებზე და მე მგონია რომ ძალიან კარგი იქნება და ვნახოთ აი მიდის აი ამაზე საუბარი გუშინ აი ბერიკო რომ გითხარით გუშინ ბერიკოსთანაც მქონდა ამაზე საუბარი რომ გავხსნათ მეთქი პატარა სატელევიზიო სკოლა სადაც მეტყველებას ქართულ აზროვნებას ქართულ კითხვას ქართულ მწერლებს ქართულ მსახიობებს გაეცნობიან ბავშვები და ძალიან ბევრი მსურველი იქნება მეთქი იმისა რომ აი შეისწავლოს ქართული და ყველაზე მთავარი იყოს ტრადიციად ქცეული ის რომ აი მაგალითად საქართველოში ერთი კვირით წავიყვანოთ ოჯახებში ცხოვრონ მერე წამოვიდნენ იქიდან ანუ ძალიან კარგი იქნება მეთქი და ნახოთ ვფიქრობ მე და ვერიკო ამაზე და ნახოთ ჩვენი მეგობრობა ისე კარგად დაიწყო რომ მე მგონია რომ გამოვა ეგ
ეხლა ამ საიდუმლოსაც გაგამდობთ, მე და ვერიკომ გადავწყვიტეთ, რომ მე მგონი თურქეთში გვექნება ინკოგნიტოს ფილიალი და ვნახოთ როგორ გამოვა. ვერიკო იქნება ერთ-ერთი, ვინც ჩაუდგება ამ სტუდიას სათავეში და მე დარწმუნებული ვარ საბერძნეთიც და თურქეთიც ის ქართველი ბავშვები, ვინც აქ იზრდებიან და საქართველოში საერთოდ არ არიან ამყოფები, ვერიკოს დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ, ქართულსაც ვასწავლით და თან ჩამოვყვეთ საქართველოში, ხო? აუცილებლად. ჩანაფიქრი ყოველთვის განხორციელებადია. რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა. მოდი წარვადგინოთ კიდევ ერთხელ თქვენი თავი და ეს პატარა დავითიც აბა ვიბრძანდებით და მე გადავიდეთ. თამარი გუგუტიშვილი, ეხლანდელი გვარით ინთებე, მეუღლე იოხან ინთებე, დავით ინთებე, პაეტერა და კიდევ ჩვენ ლამაზი გოგო გვყავს, სიბელ ლიზა ინთებე. ვაიმე, ძალიან კარგი. ბედნიერებას ყველაფერი კარგს გისურვებთ, სიხარულს და ძალიან მიხარია, რომ აი ესე ქართული ის სული მაინც სადღაც არის და შეგრძნება და სხვადასხვა სიტყვას ხვდა, როდესაც აი ის ქართული რაღაცა პატარა ელემენტებს ვიძნობ ადამიანებში ძალიან კარგია. ძალიან კარგი. უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის და ბედნიერად. დროებით ხარ დავიში გისურვებთ, გელოდებით კიდევ ერთხელ. აუცილებლად ჩვენ დაგელოდებით. კი, ჩვენ დაგელოდებით აუცილებლად საქართველოში რომ გვესტუმროთ, როცა ჩამოვხართ, დაგვიკავშირდით და მოგიწვევთ პავილიონში ჩვენთან ტელევიზიაში.